წარმოგიდგეთ გადაცემას აღმოაჩინე და გაიცანი. მე კი მისი წამყვანი ნათია ვარ პალაძე. დღეს ჩვენი სტუმარი არის ახალი შანსის გამარჯვებული საბა გოგიძე. მიხარია საბა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ. მოდი მაყურებელს გავაცნოთ შენი თავი. მოგესალმებით პირველ რიგში. მე ვარ საბა გოგიძე, 17 წლის, ცხოვრობ ცხეთაში. სწავლობ ცხეთის რაიონის სოფელი საგურამოს მე-11 კლასში ვარ. ხატვა დავიწყე დაახლოებით 3 წლის წინ. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ასე თუ ისე გამომდის და მინდა რომ გავყვე ამ სფეროს და უფრო მინდა რომ ჩემი ხელნაკეთი ნივთებიც გავიტანო ბაზარზე. იმიტომ რომ მოთხოვნაც მაქვს საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ შეკვეთასაც მაძლევენ. და მინდა რომ დიდი მოგლევა მოგიხადოთ აქ მოწვევისთვის და დაფასებისთვის. საბა, თვითნასწავლი ხარ თუ დადი ხარ ხატვაზე? თვითნასწავლი ვარ, დავდიოდი, მაგრამ თვითნასწავლი, იმიტომ რომ მიაღმოაჩინეს. იმიტომ რომ აქ მაყურებელიც ხედავს, ეს არის შენი ნაკეთობა, რომელიც არც ისე თუ ადვილია თვითნასწავლმა ადამიანმა შექმნას ასეთი ლამაზი ნამუშევარი, ასევე ხატვასაც რაც შეეხება, ხატვაზედაც არ გიგულია მგონი, ხო? ხატვაზე ვიარი დაახლოებით 13 არის. და სკოლაშიც ჩვეულებრივ ხატვის წრეები არის, ალბათ იქ დადიოდი თუ? სკოლაში არის ერთ მეგმასწავლებელი ქვია. და მაგან შემოყარა უფრო ხატვა რა. მე-5 კლასიდან დავიწყე დაახლოებით ის, ანუ და სერიოზულად 3 წლის წინ მოვიდექ ამ სფეროს. უფრო რომელ ჟანრში გიყვარს მუშაობა? თავისუფალი. თავისუფალი თემა. კიდევ რა ინტერესები გაქვს საბა? ინტერესი მინდა რომ არქიტექტურის განხრით წავიდე. რომ ხატაც მინდა, მაგრამ უფრო არქიტექტურა მისდევს. და მინდა რომ ამ სფეროს მოვიდე. ხატვის გარდა მუშაობ. ასე თქვა სკოლაშიც დავდივარ და ეხლა მინდა რომ მომავალში ხატვაზეც მივიდე, რომ ასე თუ ისე ჩემით მაინც ვერ დავხატავ ისე როგორც ისწავლე ადამიანი და მინდა რომ ცოტა დავამოღამო ჩემი ტექნიკით და წავიდე. მე მაინტერესებს ძალიან აი ეს ლამაზი ხელნაკეთობა, რომელიც არის ბევრ სირთულეებთან არის, ანუ როგორ ისწავლეს, ინტერნეტით ისწავლე, როგორ მოხდა ამის სწავლა. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იქნებ პატარა მაგალითი მომცე. TikTok-ზე ვიდეო გაკვეთილები რა, ანუ უდოდეს რაღაცები და მომეწონა ძალიან და ყალიბები გამოვიწერე თაბაში შევიძინე და გავაკეთე, მაგრამ საკმაოდ შემოტევადი იყო თავიდან, იმიტომ რომ ეს ყალიბიდან ამოღების ეტაპი ტყდებოდა, მაგრამ უფრო ანუ პრაქტიკიდან მოდის ყველაფერი და მივხვდი, ხო? იმიტომ რომ ამას გამოშრობა უნდა, ხო, თან. შესაძლოა სწავლას ადამიანს ზოგადად. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო არის, როდესაც შენ თვითონ შენი ხელებით ქმნი რაღაც. და იმას შეკვეთასაც ვერ გაძლევენ და შენახელა საფასებენ აი ეს. და შენი შეკვეთები სად შეიძლება რომ შევიძინოთ? ასეთი ჯგუფი მაქვს, ქვია თაბაშირის ფერადები, მანდას და ასევე საბა გოგიძე ვარ Facebook-ზე. და ზოგადად როგორი ნამუშევრები არის? ანუ შეკვეთის დამიხედვით არის? შეკვეთის დამიხედვით არის, მაქვს გვერდზე დადებული სურათები და სადაფეროში ვაკეთებ თეთრში, აფროსინიტაციით და ეგეთი სამამზით. დამხმარე ხო არ ყავს ვინმე? დამხმარე ყავს. მანდ ჩემი ხმარება ჩემი ძალი. ანუ შენი პატარა ბიზნესი გქონია? კი, ასე იქნება. შენ სამომავლო გეგმებზე? კი, როგორც წერან თქვი, მინდა რომ არქიტექტურის განხრით ჩავაბარო და მეტი გეგმა არ მაქვს. ანუ მიზანი არის რომ გახდე არქიტექტორი. კი, საკმაოდ კარგი. დამილოცნია ჩემო კარგო შენთვის გზა და გისურვებ წარმატებას და ძალიან ბევრი გამარჯვებები გქონებოდეს ცხოვრებაში. სანამ მეორე სტუმარს გაგაცნობთ, დავათვალიეროთ საბას ნამუშევრები.
დაგიბრუნდით, ჩვენი მეორე სტუმარია თვითნასწავლი მხატვარი მია მაჭავარიანი. გამარჯობა მია, მოდი გაგვეცანი და შენ შესახებ მოგვიყევი. გამარჯობა, მე ვარ მია მაჭავარიანი, მე ვარ 17 წლის და მე ძალიან მიყვარს ხატვა თითქმის ბავშვობიდან, მაგრამ დავიწყე სერიოზულად ხატვა, როცა 10 წლის ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ხატავდი, ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ 10 წლის როცა ვიყავი, კლასის ნახატები დავინახე და ისეთი ლამაზები იყო, რომ გადაწყვიტე, რომ მეც ეგრე მინდა ხატვა და მინდოდა მაგის მერე უფრო კარგი გავხდე ხატვაში. მია, მე ვნახე შენი ესკიზები და მართლაც სერიოზული განაცხადი არის ამასაკის ბავშვმა გააკეთოს ასეთი ესკიზები, რომელიც როგორც რეჟისორმა შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ ბევრი რეჟისორისთვის იქნები აღმოჩენა და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი გადაცემაც. აი ეს ესკიზები ხატავ და ასევე ქმნი ესკიზებსაც, ხო? და ეს ექსპერიმენტი არის შენი თუ საიდან წამოვიდა ამ ესკიზების შექმნა? რატომ მოგინდა ესკიზების გაკეთება? არ ვიცი, ეს კი სკოლაში როცა ვარ, არ ვიცი, მე ისეთი ბავშვი ვარ, რომ სკოლაში როცა ვარ, ძალიან წყინს რა და უბრალოდ არ მიყვარს იქ ყოფნა. ესე იგი, ხანდახან სანამ სკოლაში ვარ, ავიღებ ფურცელს, შევა ინგლისურის რაღაცა სხვის და ესე ჭღაბნი. ანუ გმირების სახით შეიძლება სიტუაციურად იყოს რაღაცა გმირი წარმოსახვითი, რომელსაც ქმნი, ხო, შემდეგ ესკიზის სახით. ხო, ხანდახან რაღაცა თავში მომივა და უბრალოდ მე შემეძლია ფურცელზე დავხატო და მე შეიძლება თუ მომინდება უფრო ნორმალურად გავწმინდო ნახატი, რომ დეტალები დავუმატო და მე ისეთი იყოს, როგორც მე მინდა. უფრო რა ფერებში გიყვარს მუშაობა? რა ფერებში? არ ვიცი, თან თბილი ფერებიც მიყვარს, თან ცივი ფერებიც. ანუ წინასწარ არ იცი, ხო? რას ხატავ, როგორ აკეთებ, ეს თვითონ თავისთავად მოდის ეს ყველაფერი. ხანდახან ისე, ხანდახან ასე არის. გასაგებია. მე შენთვის მაქვს ასეთი სიურპრიზი. დღეს ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ დიზაინერი ქალბატონი ლულუ სახამბერიძე, რომელიც შენ ესკიზზე შექმნის კოსტიუმს. ეხლა კი მინდა დავუზახოთ ქალბატონ ლულუს. დიდი მადლობა ქალბატონო ლულუ მოგზანებისთვის. მოგახსენებთ, რომ მია არის ახალი შანსის აღმოჩენა. მან არ იცოდა ამის თაობაზე და მინდა რომ პირადად თქვენ მას ორიოდე სიტყვა უთხრათ. შენი ესკიზების სახით იქნება აბსოლუტური სიახლე და შენს ესკიზებს მე ფრთებს შევასხამ და ყველაფერს გავაცოცხლებ ისე როგორც საჭიროა და ანუ გაფრთიანება იქნება. რასაკვირველია. თან მიხარია, თან ცოტა მეშინია. არ ვიცი, მე ყოველთვის ძალიან მორცხვი ვიყავი და თითქმის არავის არ ვაჩვენებდი ჩემ ნახატებს და ეხლა მომიწევს, ესე იგი, ხოცა საშიში არის, მაგრამ თან კი მიხარია. მე ერთი რამე ახასიათებს ამ სფეროს. შენ ხომ ვიზუალიზაციას აკეთებ და შენს გონებაში წარმოიდგენ მას, როგორია ჩანახატი, როგორი შეიძლება იყოს, როგორ ეცვას, რომ დადიოდეს ვიღაც ქუჩაში ამით. ეს არის პირველ რიგში, ხო? აი შემოქმედი ადამიანის, ხო და ეხლა წარმოიდგინე, რადგან შენ სამომავლოდ ესეც შესაძლებელია, შენ შექმნი, გააკეთებ და მე ისწავლა ეს საქმიანობას, რო კერვაც და შენ თვითონვე შექმნა კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში სანამ შენ ისწავლი, მე მოგცემ იმ შესაძლებლობას, რომ შენი ესკიზები გაცოცხლდეს და ქუჩაში იქნება, თეატრი იქნება, კინო იქნება, ჩვენება იქნება, რომ შენი გაცოცხლებული მოდელები იქნება სხვადასხვა ადამიანების ტანზე და იქნება ეს საოცარი სამოსი. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ დიდი მომავალი იქნება ამ საქმეს. ძალიან მადლობელი ვარ. მადლობა ქალბატონო ლულუ ამ სურპრიზისთვის და მადლობა მია შენ რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. დაგილოცავ ჩემო კარგო გზას და შენი სახელი მთელ სოფლიოს გაიგოს. გემშვიდობებით მიას ნახატების სკოლაში. იქნება შემდეგი